პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ქრისტეშობის დღესასწაული, ვინა ყველას მიულოცო ეს ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული ყველა ქრისტიანისთვის, ეს არის სინათლის დღესასწაული და მე მინდა რომ რა თქმა უნდა ამ განწყობილებით ვიყოთ მთელი ეს პერიოდი, იმიტომ ქრისტეშობის დღესასწაული არის სწორედ იმედის, ეს არის გამოხსნის მოლოდინის დღესასწაული და შესაბამისად ვფიქრობ რომ ასეთი დღესასწაულის ფონზე ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ პოზიტიურად განწყობილი იმ მოვლენების მიმართ, რომელიც ჩვენ ქვეყანაში მიმდინარეობს, რომ ის აუცილებლად საბოლოოდ მოიტანს შედეგს ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო შედეგს, აუცილებლად მოიტანს. შეეხება ჩვენი პარტიის წევრებს, კასრაძე, კაძელაშვილი არის დაკავებული სრულიად მოგონილი ბრალდებით რაღაც ჯგუფური თითქოს ჯგუფის ორგანიზებით, რომელიც არც ერთ წევრს არ იცნობენ და არც ისინი არ იცნობენ, ეს რაღაც ახალი არის შემოქმედება ქართული ოცნების პროკურატურა და სასამართლო უბრალოდ იმდენად დეგრადირებული არიან ახლა, რომ კომენტარის გაკეთებაც არ შეიძლება. თვითონ თავისთავად ზედაპირზეა, რასთან აგვაქვს საქმე, ხო? რაც არ უნდა მოითხოვოს პროკურატურამ, ყველა მოსამართლე დააკვირდით ყოველგვარი მოდიფიკაციის გარეშე პირდაპირ ადასტურებს. რაც არ უნდა მოითხოვოს. ყველანი ემსახურებიან რეჟიმს, ესენი ემსახურებიან. პროკურატურა იგონებს იმას, რასაც მას ავალებს ქართული ოცნება. ეს არის სწორედ ის პრობლემა, რომელიც დღეს ხვალ ჩვენ სახელმწიფო დღეს პრაქტიკულად წაგვართვა ქართულ ოცნებამ და ეს ადამიანები, რომლებიც რუსთაველზე არიან ყოველ დღე, ისინი ცდილობენ საკუთარი სახელმწიფოს დაბრუნებას. ეს არის ბრძოლა საკუთარი სახელმწიფოს დაბრუნებას. აი გზას როგორ ხედავთ მათი გათავისუფლების? სწორი დეფინიცია იმისი რაც ხდება. რა თქმა უნდა, რეჟიმის ტყვეები განთავისუფლებიან დაუყოვნებლივ, როდესაც რეჟიმი ვეღარ შეძლებს წინააღმდეგობა გაუწიოს ჩვენი თანამოქალაქეების ამ მშვიდობიან კონსოლიდირებულ უწყვეტ პროტესტს. არანაირი იმედი სასამართლოში ჩვენ არ უნდა გქონდეს, მანამ სანამ არ მოხდება ამ რეჟიმის იმდაგვარად შერყევა, რომ უკვე რეჟიმის ინტერესში აღარ იქნება პოლიტიკური პატიმრების დატოვება საპატიმროში, მანამდე ჩვენ უნდა გავაგრძელოთ პროტესტი, იმიტომ რომ არ უნდა გქონდეს ამ რეჟიმის გულმოწყალების იმედი, ან უცებ ის გამოფხიზდება ეს ადამიანები. ფაქტია, სავაჭროდ სჭირდება ივანიშვილს ეს ადამიანები, მაგრამ აი რაზე შეიძლება იყოს ვაჭრო? თავარი, ასე ვთქვათ, მოქმედი პირი ბატონ ივანიშვილის, ასე ვთქვათ, გულმოწყალებაზე, რომ უცებ მას სინდისი გაეღვიძოს და თქვას, რომ ეს ადამიანები სრულიად უსამართლოდ არიან ციხეში, მე ამის მოლოდინი არ მაქვს. სამწუხაროდ გამომდინარე იმ ძალის ბუნებიდან, რომელიცაც წარმოადგენს ქართული ოცნება. ამიტომ ეს ადამიანები დგარან მყარად, მათი გატეხვა ვერ შეძლეს, უნდა იყო მცდელობა არაერთი, რომ მათ ზეწოლის მეშვეობით ეთქმევინებენ და ის რაც მათ არ ჩაუდენიათ, ეს ვერ მოახერხეს, ეხლა ცდილობენ რომ გააჭიანურო დრო, იქნება ეს გაგრძელებული დროის განმავლობაში მიაღწიონ. სასამართლოების გადადება იგივე რაც ხდება ანდროსთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ამას ემსახურება, იქნება გაწელონ დრო, იქნება ეს ადამიანები გატყდნენ, იქნება თქვან ის რაც არ გაუკეთებიათ და ამის მეშვეობით მიაღწიონ საწადელს, მაგრამ როგორც თქვენ ხედავთ, ამის ნიშანწყალიც არ არსებობს, იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან ამ ქვეყნის პატრიოტები. ეს არ არის პირველი წერილი, რომელიც მოდის მედიაში და TV პირველში, რომ არ ვიცი, აი ყველა ერთმანეთზე საუკეთესო მოქალაქე და საუკეთესო ადამიანია და ძალიან მამაცები არიან, რა თქმა უნდა, ეს ადამიანები. მე რაში შეიძლება, რა ვაჭრობის საგნად შეიძლება გამოიყენოს ივანიშვილმა თქო, ამას ვკითხულობ, იმიტომ რომ რა არის სავაჭრო, აი რა შეიძლება კონდეს ივანიშვილს სავაჭრო, რომელიც უკვე დასანქცირებულია და რომელსაც ერთი ნაბიჯი აქვს დარჩენილი მაგნიტსკის სიამდე და ალბათ შორს არ არის ის დღე გამომდინარე იქიდან, რა წერილიც გამოაცხო დღეს მისმა პოლიტბიურომ. ხო, პრაქტიკულად ჩვენ ხედავთ, რომ ისინი ცდილობენ ამ ჩვენი არაჩვეულებრივი ახალგაზრდების და პატრიოტების როგორც მძევლებით რაღაც მიზნის მიღწევას, იმიტომ რომ ისინი არიან ამ რეჟიმის მძევლები და ჩემი აზრით გამომდინარე წარსული გამოცდილებიდან შეიძლება ისინი და ივანიშვილი ამ მძევლებს იტოვებს თავის საპატიმროში იმისათვის რომ რაღაცისთვის გამოიყენოს, მაგრამ ადამიანებით ვაჭრობა არ შეიძლება. ეს არის მიუღებელი, ამაში
შესვლას კი გაუშვებელია. ჩვენ ვნახეთ წარსულში იყო ესეთი ვაჭრობის შემთხვევები, როდესაც ადამიანებს ანთავისუფლებდნენ პოლიტიკურ პატიმრებს, როდესაც რაღაც შეთანხმების ნაწილი ხდებოდა, შემდგომ იყო ეს და ეს პრაქტიკა უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ადამიანის ვაჭრობა ეს არ არის ის, რაზეც შეიძლება რეჟიმს დაეთანხმო. ეს არ შეიძლება მოხდეს. ეს ადამიანები უნდა განთავისუფლდნენ უპირობოდ, იმიტომ რომ ისინი არიან პოლიტიკური პატიმრები, მათ არ ჩაუდენიათ ის ინკრიმინირებას მათზე მოხდა, ეს ზედაპირზეა, ეს არის შეთითქმული ბრალდება და ისინი ისჯებიან იმის გამო, რომ მათ ძალიან უყვართ ეს ქვეყანა. და ამიტომ რაც შეეხება ამ პოლიტსაბჭოს, ქართული პოლიტსაბჭოს განცხადება, ეს იყო წინსწრების სხვათა შორის ეს განცხადება წინ უსწრებდა იმას, რაც ვნახეთ შემდგომ, ხო? შემდგომ ვნახეთ ჯო ვილსონისა და 42 პოლიტიკოსის განცხადება, სადაც ისინი რეჟიმთან თანამშრომლობაზე თავის შეკავებას მოუწოდებენ, თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებს და ქვეყნებს. ასევე ვნახეთ უკვე ის, რომ შეერთებული შტატების კონგრესში შეტანილია ქართული კოშმარის არაღიარების აქტი, რომელიც ძალიან საინტერესო პუნქტებს ითვალისწინებს, რაც ამ დროისათვის არის ჩვენთვის ცნობილი და ამაზე უფრო მეტსაც გავიგებთ. ია მეურმიშვილი ჩაგვერთვება ცოტა მოგვიანებით ჩვენ პირდაპირ ეთერში და ბოლო განცხადებაც, რომელიც მან პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა ჯო ვილსონმა, ესეც წავიკითხე, სადაც ასევე საუბარია იმაზე, რომ მე და დონალდ ტრამპი ვიმუშავებთ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მისაღწევათო. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები რო გამოსავალია, ამას ამბობს უკვე მთელი ცივილური სამყარო. შეერთებული შტატები, მაკრონმა თქვა რამდენიმე დღის წინ, ამაზე არის სულ საუბარი. აი, მოდით ვილაპარაკოთ, ოცნება რა ვითარებაშია, როდესაც ასეთ რაღაც ბოდვით პირველ რიგში ვისაუბრეთ იმაზე, რა ვითარებაშია ქვეყანა, ხო? რა ვითარებაში არიან ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც ქართული ოცნების არ ლეგიტიმური ბუნებიდან გამომდინარე, რაც იწვევს ყველა იმ პრობლემას, მათ შორის ეკონომიკურ პრობლემებს, უმწვავეს ეკონომიკურ პრობლემებს. სწორედ ამის თავი და თავი არის ქართულ ოცნებაში, იმიტომ რომ ის არის არალეგიტიმური, არაკომპეტენტური ძალა, რომელიც იზოლირებულია ქვეყნის შიგნით პოლიტიკურად, იზოლირებულია ქვეყნის გარეთ პოლიტიკურად და ეს აისახება ჩვენი თანამოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მათ იმაზე რომ მაღალი ფასებია ის რომ მათ წარმოიდგინეთ შეადარეთ იმ დაპირებას რომელიც ჩვენ გქონდა მიცემული რომ ძალიან სწრაფად მოხდებოდა პენსიის გაზრდა ხომ აქ 35 ლარი გაიმეტეს პენსიონერებისთვის ფასები გაიზარდეს სამაგიეროდ ამავდროულად პარლამენტის წევრებისთვის მოხდა არალეგიტიმური პრაქტიკულად არალეგიტიმური პარლამენტის თვითმარქვია პარლამენტის წევრების მოხდება პრაქტიკულად გასამაგება და ამ დროს 35 ლარით მოხდა პენსიის გაზრდა პენსიონერებისთვის ამავდროულად ვხედავთ რომ ფასებია გაზრდილი ადამიანების უმრავლესობა არის მინიმალურ ხელფასზე მათ უწევთ ყოველდღიური ბრძოლა გადარჩენისთვის ეს იმის გამო რომ დღეს დე ფაქტო ხელისუფლება არის სრულად იზოლირებული და რეალობას მოწყვეტილი და მეთანხმებით ალბათ და ერთადერთი რაც მას აინტერესებს როგორმე ხელისუფლებაში დარჩეს ხა დღევანდელი განცხადება რაც შენ მოვისმინეთ და ნახეთ ქართული ოცნების თუ ყურადღებით წაიკითხავთ ის არ არის დაწერილი აქ წარმოიდგინეთ ერთი სიტყვა საუბარია უკრაინის განადგურებაზე და ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი რუსეთის აგრესიაზე როგორ შეიძლება deep state არის 25-ჯერ ნახსენები deep state დაუბრუნდებით ხო deep state დაუბრუნდებით წარმოიდგინეთ ძალიან ნიშანდობლივია და მინდა ამას მიაქცევოთ ყურადღება ხო რომ როგორ შეიძლება ელემენტარული სინდისის ნატამალი გაგაჩნდეს დღეს ისაუბრო იმაზე რომ უკრაინა განადგურებულია და ამ კონტექსტში არ ისაუბრო ვინ არის აგრესორი რა თქმა უნდა ეს რომელიც დღესაც ზაპოროჟიეში ახლა უყურებდი რაკეტა ესროლეს ზაპოროჟიეში ხვეპილეთ 13 ადამიანი დაიღუპა და ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი რუსეთის აგრესიაზე. გონიათ რომ ეს განცხადება რუსეთში დაიწერა? ეს არის პირდაპირ ჩანს რომ რუსეთის სპეცსამსახურების კარნახით დაწერილი განცხადებაა. სხვა ახსნა ამას არ აქვს. მე კი მგონია რომ ივანიშვილის დაწერილი. იცით რა, ეხლა ივანიშვილის დაწერილია ვისი კარნახით. ჩემთვის ფაქტია ის, რასაც მე ვსაუბრობ, ხო? ნებისმიერი, მათ შორის ქართული ოცნების მომხრესაც მინდა მიმართო, თუ ასეთი ბევრი აღარა დარჩენილი, მაგრამ ვინც არის რომ როგორ შეიძლება დღეს
ისაუბრო უკრაინის განადგურებაზე და იმ ზიანზე, რომელიც უკრაინას მიადგა ბოლო 3 წლის განმავლობაში და არ თქვა, რომ რუსეთმა განახორციელა აგრესია სუვერენული სახელმწიფოს მიმართ. ეს როგორ შეიძლება თქვა? როგორ შეიძლება ეს გააკეთო? როგორ შეიძლება ესეთი განცხადება გამოაქვეყნო? თუ შენ არ ახარ მართული რუსეთის სპეცსამსახურების მიერ. ხო, ეს ტიპიური განცხადება დამახასიათებელია თვითონ რუსეთის სტილი არის, რომ დაადანაშაულოს დასავლეთი, დაადანაშაულოს რაღაც მოგონილი ჯერ იყო გლობალური ომის პარტია, ახლა deep state, რომ ადამიანის გონება აურიონ, ხო? Deep state რა არის თავისი განმარტებით, რომ არსებობს რაღაც ძალა, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუციების მიღმა არსებობს და მართავს ქვეყანას. ესეთი არის საქართველოში. თუ deep state გავლენაზე შეიძლება ილაპარაკოს ადამიანმა, ეს არის საქართველოში, როდესაც ივანიშვილი, რომელიც არ წარმოადგენს არც ერთ ინსტიტუციას, მართავს ქვეყანას და ყველა ინსტიტუცია არის დაქვემდებარებული მის მიმართ. აი ეს ტიპიური თუ რამეზე შეიძლება ითქვას, რომ deep state-ის მაგალითი არის, ეს არის საქართველოს და ივანიშვილის მიერ შექმნილი სისტემა. რაც შეეხება ამ განცხადებას, კიდევ ერთხელ მინდა დაუბრუნდე, უთხრა იგივე ქართული ოცნების წევრებს, რომ დაფიქრდნენ, რისი ნაწილი არიან. ისინი ხდებიან რუსეთის სპეცსამსახურის მიერ შეთხზული ნარატივის გამხმოვანებლები. ეს ხო დაუშვებელია. ამას ხო მათ თავებს სამომავლობა არ აპატიებს. უბრალოდ მომხრეებს თუ არის კიდევ ასეთი დარჩენილი და სავარაუდოდ არის, მათ ყავთ ალბათ ისევ ჯერ კიდევ მცირერიცხოვანი მომრჩეველი თუ მომხრეები, მაგრამ აი ეს განცხადება, რომელიც მე როგორც აღნიშნე, წინ უძღოდა სწორედ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან შეერთებული შტატებიდან ძალიან მნიშვნელოვან გზავნილს და ინფორმაციას, წინ მსწრები იყო ერთგვარი. თქვენი აზრით რას ემსახურება? რისთვის არის ეს? ეს არის ვინმეს ან რას ატყობთ? აი ის ვინც ეს განცხადება დაწერა და გამოაქვეყნა კომპრომისზე წამსვლელია? ხო, კიდევ ერთხელ რუსეთის სპეცსამსახურები არანაირ კომპრომისზე არ მიდიან, ხო? მათ უნდა საქართველოს კონტროლი. შესაბამისად, მათი კარნახით და მათი მონაწილეობით შექმნილი განცხადება არ შეიძლება შეიცავდეს რაიმე კომპრომისულ ან კონსტრუქციულ გზავნილს. თავისთავად ხომ შესაბამისად აქედან გამომდა ერთადერთი დასკვნა უნდა გავაკეთო რაც დღეს ჩვენ წავიკითხეთ კიდევ ერთი დასტური რომ დღევანდელი de facto ხელისუფლება არის პირდაპირ მართული რუსეთის სპეცსამსახურების მიერ და ეს პირდაპირ ჩანს იმაში რომ ისინი საუბრობენ უკრაინის განადგურებაზე და ხალხის დაშინების სიტყვას არ ამბობენ რუსეთის აგრესიაზე და საუბრობენ თითქოს ამის მიზეზი იყოს დასავლეთი და არა რუსეთი რომელიც არის აგრესორი რომელიც შეიჭრა სუვერენულ სახელმწიფოში ყავთ დასავლეთი ეს არის ხალხის დაშინების მცდელობა თუ საკუთარი მომხრეების მობილიზების მცდელობა მოდით ახლა ეს არის ტიპიური პროპაგანდა ჩვენ გვესმენთ ძალიან ძლიერ პროპაგანდისტული მანქანაა, ხო? რუსეთს აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, ასეთი ადამიანების გონების არევის, შავის თეთრად მიყიდვის, აქცენტების იქ გადატანის, სადაც რეალურად პრობლემა არ არის. და გამოგონილი ეს არის ძალიან ძლიერი პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც პირდაპირ ჩართული არის ქართული ოცნების, ასე ვთქვათ, პროპაგანდისტული ნარატივების შექმნაში. მათი პროპაგანდისტული არხები ახლა საუბრობენ რაღაც deep state-ზე, რაღაც შეთქმულებაზე, იმისათვის რომ ადამიანების ყურადღება გადაიტანონ იმ ყოველდღიური პრობლემებიდან, რომელშიც ადამიანები იმყოფებიან მათი გამოისობით, ყოველდღიური ბრძოლაა გადარჩენისთვის. ახლა ისეთ ადამიანებს ხედავ უკვე ქუჩაში მათხოვრობენ წარმოუდგენელი, ახლა თქვენთან რომ მოვდიოდი გზაში სანდომიანი ახალგაზრდა ქალი ბავშვთან ერთად ამ სიცივეში ქუჩაში იდგა და მათხოვრობდა როგორ უნდა აიძულო ესეთი არაჩვეულებრივი ადამიანი შულთან ერთად იყოს გამოსული, ეს არის ქართული ოცნების მმართველობის შედეგი. ხო და ეს ყველაფერი ემსახურება ყურადღების გადატანას. ყურადღების გადატანას იმ გარემოებიდან, რომ დღეს ჩვენ de facto ხელისუფლება ყავს, რომელიც არის სანქცირებული შეერთებული შტატების მხრიდან და ევროპის წამყვანი ქვეყნების მხრიდან, რომელსაც არავინ არ ესაუბრება, რომელიც და რომლის იზოლაცია გაგრძელდება და ეს იზოლაცია გაგრძელდება კიდევ უფრო მკაცრი და მოდით ახლა ამაზე მინდა უბრალოდ თქვა, რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში კიდევ უფრო გააუარესებს ჩვენ თანამოქალაქეების მდგომარეობას, ეკონომიკურ მდგომარეობას გულისხმობ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს არ არის ძალა, რომელსაც აქვს რაღაც ლიმიტი, ხო, ამის შემდეგ დაუშვათ ისინი წითელ ზღვარს არ გადალახავენ. რა თქმა უნდა, ის მათ არ აქვს არანაირი ლიმიტი. მე მახსენდება, მომდიოდი თქვენთან მახსენდება, რამდენჯერ მათ გატეხეს თავიანთი სიტყვა, რამდენჯერ.
ხო? იყო ეს 20 ივნისის შემდგომ, იყო ეს შარმიშელის შეთანხმების დროს, როდესაც სიტყვა გატეხეს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, მერე იყო კიდევ ერთი სიტყვა რუსული კანონის გატანის, როდესაც თქვეს, რომ აღარასოდეს აღარ დავაბრუნებ და დააბრუნეს, ესეთი ძალა ჩვენ მართლობაში არ ყოლია, რომელიც ესე ურცხვად ეხავს სავის სიტყვას და არც კი სხვენია ამის და არანაირი სინდისის კენჭდაც არ აქვს. ეს წარმოუდგენლად ჩვენი ხალხი ამას არ იმსახურებს, ხო? ეხლა ჩვენ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, ჩვენ გვესვის ის სირთულეები, რომელსაც უქადეს ქვეყანას ქართული ოცნების მართლობაში დარჩენა. იმიტომ რომ იზოლირებული ძალის დარჩენა მართლობაში ჩვენ გვიქადის ძალიან მძიმე ეკონომიკური პრობლემებით. ამიტომ ყველას უნდა ესმოდეს, რომ აქ არ არის საუბარი მხოლოდ პოლიტიკურ ასპექტზე, ამ კრიზისის, ამ კრიზისის აქ ძალიან მძიმე ეკონომიკური ასპექტი. ხო, რომელიც ისედაც ურთულეს მდგომარეობაზე, რომელიც ჩვენ თანამოქალაქეები იმყოფებიან, კიდევ უფრო მძიმედ აისახება. მოდით ვისაუბროთ აი ამ იზოლაციაზე, რომელიც ასევე გაართულებს, რა თქმა უნდა, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ მდგომარეობასაც, ჩემი აზრით და მე ვახსენე და თქვენც იცით ამის შესახებ, აი ქართული კოშმარის არაღიარების აქტი, რა მნიშვნელობა აქვს, რა გზავნილია ეს შეერთებული შტატებიდან და რა მოყვება ამას, რას უქადის ის ივანიშვილის რეჟიმს და კერძოდ ივანიშვილს. ხო, იცით რა, მე ხედავ რომ შეერთებული შტატები, რა თქმა უნდა, უტოვებს სივრცეს დღემდე ივანიშვილს, რომ არ იქნეს მის მიმართ გამოყენებული სანქციები, მთელი მათი, ასე ვთქვათ, სიმკაცრით, მან მიიღო უკვე საკმაოდ მძიმე ზიანი ცხადია ამ სანქციებით, რომელიც იქნა მასზე გამოყენებული, მაგრამ ეს არის სხვაში წვეთი იმასთან შედარებით, რაც შეიძლება იქნეს გამოყენებული. მას ეს კარგად ესმის. რაც არ უნდა ილაპარაკონ მოლაპარაკე თავებმა ქართული ოცნების ივანიშვილს ძალიან კარგად ესმის. რას უქადის მას თუნდაც მაგნიტსკის სიაში შეყვანა, ხო? ეხლა ეს ნაბიჯები შეერთებული შტატების მხრიდან არის იძულება მშვიდობისკენ. იცით ესეთი ტერმინი, როდესაც აგრესორი შეიჭრება, ხო? სუვერენ სახელმწიფოში მე იყო ესეთი შემთხვევები, როდესაც ის იძულებული იქნა, რომ მშვიდობა საბოლოოდ დამყარებულიყო, ეს არის სწორედ იძულება ქართული ოცნების მშვიდობისკენ, იმისათვის რომ იძულებული გახდეს ქართული ოცნება და ივანიშვილი, რომ დაანებოს ძალადობას თავის საზოგადოებაზე, თავის ქვეყანაზე და მისცეს ადამიანებს უფლება თავისუფლად აირჩიონ ის პოლიტიკური ძალები, რომელიც მათ სურთ რომ აირჩიონ. მაგრამ ამას არ აკეთებს ბიძინა ივანიშვილი. ჯერჯერობით ამას არ აკეთებს. რა აიძულებს მას რომ ეს გააკეთოს ბატონო? ესეთი წერტილი როდის დადგება, ეს არის ძალიან ძნელი სათქმელი, ამის პროგნოზირება არის ძალიან უმადური საქმე, ისე როგორც ჩვენ ნახეთ, ვერავინ ვერ ივარაუდებდა სირიაში, რაც ჩვენ ვიხილეთ სირიის ტირანის ხელისუფლებიდან წასვლას, მაგრამ ჩვენ ნახეთ, რომ ერთ კვირაში დასრულდა ეს რეჟიმი. თუმცა არანაირი ნიშანწყალი ამას არ ქონდა. მე კიდევ ერთხელ ამბობ, ჩვენ გსურს, რომ ძალიან მშვიდობიანად წარიმართოს ეს პროცესი. აუცილებელი პირობაა, რომ ეს პროცესი იყოს უკიდურესად მშვიდობიანი, იმისათვის, რომ ჩვენ სანამოქალაქეებს რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეს, მაგრამ გასაღები არის ქართული ოცნების ხელში, რომ ივანიშვილმა უნდა გაითავისოს, რომ გადაგორება ამ კრიზისის ვერ მოხდება. ხო და როგორ უნდა გაითავისოს, ეს მაინტერესებს, იმიტომ რომ უწყვეტი პროტესტია და ძალიან აქტიურია საერთაშორისო თანამეგობრობა, აი ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ ახლა აი ამ ქართული კოშმარის არაღიარების აქტზე, ავტორებს პრეცედენტად თქვენ ახსენეთ. როგორ უნდა გაითავისოს და მე გიპასუხებ, როგორ უნდა გაითავისოს. იმით, რომ ეს პროცესი, რასაც ჩვენ ხედავთ რუსთაველზე, ხედავთ, რომ ის არ აპირებს, რომ შეჩერდეს ან გაქრეს, ვერ მოხდება ეს, მას ამის იმედი ჰქონდა და ეს იმედი მე მგონი მას ელევა. მეორე, მოგონილი ვითომ და ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლისას ხელისუფლებაში უცებდა ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც მეგობრობს ირანთან, რომელიც მეგობრობს ჰამასთან, რომელიც მეგობრობს ჰეზბოლასთან, ესეთი რეჟიმი უცებდა იქნება შეერთებული შტატებისთვის მისაღები რეჟიმი, რომელს შანსი არის ნულის ტოლი, ხო? ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ ტრამპის უახლოესი გარემოცვა, ინიციატორი იმ სანქციების და იგივე, რაც თქვენ ახსენეთ, ქართული ოცნების არაღიარების შესახებ კანონის მომზადების, ეს ის ხალხია, რომელიც არიან ტრამპის უახლოესი გარემოცვა, ხო? და ჩვენ ერთი რამე შემიძლია ცალსახავ თქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაციაში არიან უაღრესად
გამოცდილი პოლიტიკოსები, მარკო რუბიო, ბანონი უალცი, რომლებიც იქნებიან საგარეო პოლიტიკის წარმმართველი ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში და ეს არის ის ხალხი, რომელიც არის ავტორიტარიზმის და ავტოკრატიული რეჟიმების წინააღმდეგ მებრძოლი ხალხი. ამიტომ შესაბამისად ეს ილუზიებიც დამსხვრეულია ქართულ ოცნებას, ერთ-ერთი რაც დარჩა ის რომ როგორმე ამ რაღაც შეთხზული რაღაც ზღაპრებით თავიანთი მედიის არხების გამოყენებით როგორმე გააბრუნონ ადამიანები. ამიტომ არის აუცილებელი ამ ადამიანებისკენ არხების მოძებნა, იმიტომ რომ ყველა ჩვენი თანამოქალაქეა, ყველა ჩვენთვის ძვირფასია, ქართული ოცნების ხარდამჭერი ძვირფასია. ჩვენ ეს არხები უნდა მოვძებნოთ, მათ შორის მედიის საშუალება, მათ შორის თქვენი გამოყენებით, რომ ამ ადამიანებს ოცნების მომხრეებს გულისხმობ, იმიტომ რომ მათ უჩიჩინებენ რომ ოპოზიციური არხები არიან სამშობლოს მოღალატეები, ისინი არიან ქვეყნის ინტერესების გამყიდველი და ასე მას უჩიჩინებენ. აზროვნების უნარი აქვს, შეუძლიათ გადართონ ინფორმაციის მრავალფეროვნება არსებობს. ამიტომ ამას უნდა დაუპირისპიროთ, სწორედ ამას უნდა დაუპირისპიროთ. მუდმივი მიმართვა ამ ადამიანების მუდმივი ჩართულობა. ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ ქართული ოცნების მომხრეები, რომლებიც დღეს მარტო იმედს უყურებენ, მათ გადართონ TV პირველზე, გადართონ სხვა არხებზე, გადართონ ოპოზიციური არხების ამაში თქვენი ჩართულობა იქნება მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გვესმოდეს ამ ადამიანების შიშების, ხო, რომ ყოველდღიურად ცოტა უჩიჩინებენ, რომ აი ოპოზიციის მოსვლა ნიშნავს არეულობას, ამაზე მეტი დესტაბილიზაცია როგორ შეიძლება არსებობდეს, რასაც ქართული ოცნება იწვევს. მკვლელობა ხდება ქვეყანაში, გატაცება და ასე შემდეგ. ბატონ ბადრი, ბოლო კითხვა მინდა არჩევნების მომზადებასთან დაკავშირებით დაგისვათ. ხვალ სხვათა შორის სალომე ზურაბიშვილს აქვს 13 საათზე ბრიფინგი ჩანიშნული. არ ვიცი, თქვენთვის არის თუ არა ცნობილი ბრიფინგის თემა რა იქნება, ჩვენთვის მედიისთვის ეს თემა საკითხი უცნობია, თუ იცით რამე გითხარით ამასთან დაკავშირებითაც და მანამდე ვიდრე პრეზიდენტად დასვავდნენ ყაველაშვილს და ახალწლამდე გულისხმობ სხვათა შორის ამ პერიოდს იყო აქტიური შეხვედრები გამარჯვებული პარტიების პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, იყო საუბარი დოკუმენტის მომზადებაზე, რომელიც სწორედ ეხებოდა არჩევნების საკითხს, აი რა ეტაპზე ხართ, ამაზე მუშაობა თუ გრძელდება, იცით თუ არა როგორ და ვინ უნდა ჩაატაროს ეს არჩევნები თუ აპირებთ რომ კიდევ რაღაცები დახვეწოთ და საბოლოო დოკუმენტი წარმოადგინოთ. მე ვერ გეტყვით ხვალ რა იქნება პრეზიდენტ ბრიფინგის საგანი, მაგრამ ჩვენი მხრიდან კოალიციურმა ცენტრებმა შეჯერებული დოკუმენტი წარუდგინეთ მას, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვთ არჩევნების დაკვირვებაში, თვითონ ამ პროცესის დაკვირვებაში და მათ ძალიან კარგად იციან, სად არის ის ხვრელები, რომელსაც იყენებდა წარსულში ქართული ოცნება და ეხლა გამოიყენა 26 ოქტომბერს, ეს ჩვენი შეჯერებული ვარიანტი წარდგენილი აქვს პრეზიდენტს, ის საუბრებოდა როგორც ჩემს ცნობილი, ასევე სხვა დაინტერესებულ მხარეებსაც. ჩვენი მხრიდან ჩვენი სამუშაო შევასრულეთ, შევაჯერეთ კოალიციურმა ცენტრებმა დოკუმენტი და წარვადგინეთ. დაველოდოთ საბოლოო ჯამში რა ფორმას მიიღებს, მაგრამ ცხადია რომ ჩვენ უნდა გქონდეს მზად დოკუმენტი იმ ცვლილებების, რომელიც აუცილებელია, რათა შემდგომი არჩევნები, ახალი არჩევნები, ეხლა უკვე ახალი არჩევნები ჩაატარდეს იმდაგვარად, რომ გამოირიცხოს ის უმსგავსება, რაც ჩვენ ნახეთ 26 ოქტომბერს და ჩვენ ამისთვის მზად ვართ დოკუმენტურადაც მათ შორის. საზოგადოებას წარუდგენთ ალბათ უახლოეს მომავალშიც, რომ ეს პრეზიდენტთან მოიყარა ყველაფერმა ამან თავი და შესაბამისად ალბათ პრეზიდენტი წარუდგენს დიდი ალბათობით. ძალიან კარგი.